რომ მობრძანდეთ ჩვენთან მომისმინეთ რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არ ცნო? მე ერთადერთი ვცნობ სასამართლო გადაწყვეტილებას მეც ვცნობ. მეც ვცნობ სასამართლო გადაწყვეტილებას. წერია შენით რომ აიღეთო ის ბოძებიო რომელიც არისო იზოლდა გოგუაძის კერძო საკუთრებაშიო. კერძო საკუთრების უფლებად გინდება საჯარო რეესტრის ამონაწერის და მე შეპესე მაიას დოკუმენტაცია რატო მოგაკ? დღეს ბოლო მონაცემები რაც არის საჯარო რეესტრში დაცული აღნიშნული ყველა გვაქვს ამოღებული ყობა შეგიძლია მომისმინე რა ვაჩვენო ჩემთან მოგაკ შეპესე მაიას ნახატი საკუთრების უფლებად ნახატი ეს არის ნახატი ეს არის ნახაზი ხოდა აქ მანახე მე არის საკუთრის მოწმობა კი მაგრამ ეს არის საჯარო რეესტრის ამონაწერის უკან რატო აყალბებ დოკუმენტაციას და რატომ აკრავ შეპესე მაიას ნახატს და არა ნახატს არა თქვენ მომისმენთ ახლა მე მოგისმინე ახლა თქვენ არაფერს მე არ ვაყალბებ ეს დოკუმენტაცია ასე ერთიანად შეკრული არის საჯარო რეესტრში დაცული ეს შეგიძლიათ თქვენც და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიბრძანდეს და აიღოს აღნიშნული დოკუმენტი ეს ჩემი მოგონა აგერ აღებული მაგასაც ვეუბნები ოღონდ ეგ საჯარო რეესტრისა ეხლა არის საჯარო რეესტრი. აბა ამას რატო აწერია შეპესე მაია? 15 წუთის წინ ამოღებულია. შეპესე მაია არის შემსრულებელი, რომელმაც შეასრულა მე შიგნით რატო უწერია რომ ეს საზღვრებიო მიმითითაო დამკვეთმაო. დამასრულებინეთ ერთი წამი. მე თქვენ გეტყვით რომ ჩემი საზღვრები ეგერ იგადის და დამიჯერე? არა, ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ რომ საჯარო რატო მე რომ ვარ, იმიტომ ვერ დამიჯერებ და კოტე შარაშენიძეს უჯერებ, არა? კოტე შარაშენიძე არის დამნაშავე. საერთოდ არ ვიცი ბატონო, ვინ არის? არიცნო. მე ვარ ლანჩხუთელი, კოტე შარაშენიძე საერთოდ არ ვიცი ვინ არის. კოტე შარ ლანჩხუთელი. არ ვიცი, კი ბატონო, ლანჩხუთიდან ვარ მე. მე კოტე შარაშენიძე. თქვენ რა გვარიბზანდები? მე ვარ პატა წილოსანი, აჭარაგურის საავსლო ბიუროს აღმასრულებელი. და ვერტროვის სასამართლო გადაწყვეტილებას და რაც შეეხება საკუთრების უფლებას ვადგენს საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაცია. სხვა ყველა დანარჩენთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩვენთან მოვბრძანდეთ სამსახურში დაწეროთ წერილობით. საიდუმლებულად რატომ გააკეთეთ ამის? როგორ არა? მე მოვედი და აღებული დავხვდა. თქვენ ჩაგბარდათ. მე გაუგზავნე წერილი. სახლიდან გადამარხეთ შეურაცხყოფებით, რო თქვენ უგუნურო და არ მიძახეთ. არა, არა. უგუნურო თქვენ მითხარით პირველად ისე დავალმოწმებ. ისა რა ქვია? სხვა დანარჩენთან მე გაგიმართავთ ასევე თქვენ ხარ აღნიშნული ბოძები თქვენ ხარ ეგეთქვი რა სადენები დამასრულებელი გონია და ვარობ მაგას ერთი წამი დამასრულებელი თქვენ როცა ჩემთან მოგაქვთ შეპესე მაიას დოკუმენტაცია რომელსაც აკრავთ საჯარო რეესტრის ამონაწერს გამომდინარე აქედან თქვენ ნამდვილად ხართ უწიგნური არა ბატონო ილო ახლა შეურაცხყოფები ხარ ძმაო რაფერ ახლა ძალით იღებ ყველაფერს არა კიდევ მომისმინეთ იწოდეთ თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ ჩვენს ქვედებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ბატონო ამ წერილის პასუხი რატო არ მივიღე ხალბატონ ნინო ლომთათიძეს რომ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ ბატონო პატა თუ შეიძლება კომენტარი რომ გააკეთოთ კომენტარს რა უნდა გააკეთოს ვერ გააკეთოს ერთადერთი გეტყვით რომ რას გააკეთებს აბა მითხა საფუძველზე და სხვა დანარჩენთან რას გააკეთებს ეს არის განტევების ვაცი პატრიცემულო, მე თქვენ ეს გაგიმარტავთ კიდევ, აგერ შენ რაც დღეს გააკეთე, მაგრამ განტევების ვაცი. მე გეტყვით ერთ რაღაცას, ეს სადენები შესანახად. ბატონო იური, მოგზანდით ერთი, აგერ თქვენ ორი სიტყვა. ბატონო იური სხვადასხვა გვიდასტურებს აღნიშნულს როგორც პროფესიონალი ექსპერტიზის დასკვნას არ ეყრდნობით და მაიას ეყრდნობით შეპესე მაიას. შუაში კი არა, რომ არის შუაში აქ არ იქნებოდი. ეს როგორც პროფესიონალი უბრალოდ მოწვეულია კონსულტაციის პროფესიონალური პასუხი შეგეთქვაზე. რაღაცას. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან მოვბრძანდეთ სამსახურში და ნებისმიერ კითხვაზე მიიღოთ პასუხი. ხო შეიძლება პასუხი გაქვთ. გაგიმარტავ ყობა ოკში დავაფიქსირებთ მე რომ გაგიმარტეთ. ეს სადენებს თქვენ ჩაიბარებთ? თქვენ ჩაიბარებთ ამ მოხსნილ სადენებს? ჩაგაბაროთ, აგერ არის. მოხსნილ სადენებს, აბა არ ჩავიბარე. კი ბატონო, წამოვბრძანდით მაშინ და ჩაიბარეთ. თუ არა და თუ თქვენ უარს განაცხადოთ მის ჩაბარებაზე და ასევე ამ ბოძების ჩაბარებაზე, ეს მაშინ კანონის შესაბამისად ბარდება კრედიტორს მისი პასუხისმგებლობა. რადგან თქვენ ჩაიბარეთ, აგერ არის ახსნილი ბოძები და წამოდით წავიღოთ მაშინ. თქვენი წილოსანი? პატა. მადლობ ყობა. 2003 წელში ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით მოლაპარაკება ჰქონდა ჩვენს კარის მეზობელთან და ოჯახის უახლოესთან იმ პერიოდში იზოლდა გოგუაძესთან და გადაწყდა ორი ხაზით უნდა გაგვეყანა ელექტროენერგია ერთი ალტერნატიული მიდიოდა ეზოშვაგულში და მეორე არამის კერძო საკუთრებაში მაგრამ ღობესთან ახლოს მან მე მითხრა დეიდა ისეთი ახლობლობა გვაქვს გაიყვანე შვაგულეზოში თუ გინდა მე კიდე მაინც გადავწყვიტე გამეყვანა ხობის კიდეში და მის ესე იგი ამ კომპენსაციის სახით მივეცით
300 ლარი, როცა 500-იც ჰქონდა გამზადებული. მან შემპირდა, რომ ამ 300 ლარს მიშვილს ჰქონდა ვალი, დამიბრუნებდა უახლოეს დროში. მე ვუთხარი, არ ვიბრუნებ, ამ თანხას ჰქონდეს და კარგად იყავი თქო. იმის შემდეგ გადის წლები და 2010 წლიდან უფრო მსუბუქი ფორმით დაიწყო პრეტენზიები, იმიტომ რომ ჩვენ შორის ჩამოყალიბდა რაღაც უთანხმოებები, ეს ხალი ძალიან ცუდად იქცეოდა უკვე ჩემს ოჯახში, რომ გაშინაურდა, მერე უკვე გადააჭარბა და ვთხოვე, როცა მე სახში არ ვიქნები, არ მოხვიდე თქვა. ამის საფუძველზე მან დაიწყო პრეტენზიები ამ ელექტრობოძების ხელშეშლის შესახებ, ელექტროსადენების აღების შესახებ. ნუ დაწყნარდა ერთი პერიოდი და მე მოულოდნელად მოვიდა სასამართლოდან ისა მოწვისა იგი მოწვევა, რომ სასამართლო პროცესი იქნება უახლოეს ხანში და თქოთ მობრძანდეთ და შესაგებელი მოამზადოთ. ერთ სიტყვით პირველი პროცესი ქალბატონ მარინა კიკნაძესთან მოვიგე. მან ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, შემდეგ გაასაჩივრა სააპელაციოში, სააპელაციომ გააუქმა, რადგანაც მოპასუხე მხარე დაღიარებული იყო ილია ვასილაშვილი და არა შპს საქართველოს თაიგული, შპს საქართველოს თაიგულის პრობელობაში ეს ელექტრობოძები რა თქმა უნდა წარმოების. გაუქმების საფუძველზე ისე დაუბრუნდა ოზურიიც, კიდე მოვიგე სასამართლო პროცესი, ესენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ თედონინიძე არაფერს არ გვიკეთებს, ამ დროში უკვე დაინიშნა გამგებლად კოტე შარაშენიძე და ის აქტიურად ჩაერთო. აი ამ გარჩევის პროცესში სააპელაციომ შემდეგ გამოიტანა სიმართლე გითხრათ, გონივრული გადაწყვეტილება, მიკერძოებული, მაგრამ მაინც გონივრული, იმიტომ რომ თქვა, რომ ის ბოძები, რომელიც არისო იზოლდე გუგუაძის კერძო საკუთრებაში აიღეთო. და მე ყველა სასამართლო პროცესზე, როგორც ოზურგეთში, ესე სააპელაციოში ვაპელირებდი და ვამბობდი, რომ ეს ბოძები არ იყო იზოლდე გუგუაძის კერძო საკუთრებაში. მაგრამ ამას სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება, თვით მარინა კიკნაძე ამბობდა, რომ ამ საქმეს არ განვიხილავთ. ვეუბნებოდი, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის გაყალბებული და რატო გაყალბებული? საჯარო რეესტრის სიტყვიერ ამონაწერს უკან უნდა ახდეს მისი დამადასტურებელი ნახაზი, რომელიც ჩვენ წარმოდგენას გვაძლევს მის კერძო საკუთრების ნახაზზე. ეს უკან არა აკრა, პირველი გვერდი წარმოადგინა საჯარო რეესტრის, მივიდა შპს მაიაში, გააკეთა ყალბის საბუთი, ვითომ ეს ბოძები მოქცეული იყო მის კერძო საკუთრებაში და მიიტანა სასამართლოში. ამავე დროს შპს მაიას თავზე უწერია, რომ საზღვრებიო მითითებული არის დამკვეთის მიერო. ესე იგი შპს მაია პასუხისგებლობას იხსნის, რომ ეს საბუთი შეიძლება ოდესღაც ყალბი გამოდგეს და ესო მეო დამკვეთმა მიმითითაო. ესე იგი გადამალა საჯარო რეესტრის ნახაზი და ამით აპელირებდა სასამართლოს. ეს მე აღვნიშნე, რადგანაც სასამართლო პროცესებს ვიგებდი, ახლა აღარ მოვითხოვე ეს ტვირთი თვითონ მტკიცების ტვირთი, რომ საჯარო რეესტრში რას წარმოადგენდა მისი ნამდვილი კერძო საკუთრება, ეს ჩემი გასაკეთებელი არ იყო. ამის მტკიცების ტვირთი იზოლდა გუგუაძის ეკუთვნოდა. როცა სასამართლომ გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება, რომ რას მის კერძო საკუთრებაშია ის აიღოსო, წავედი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამხარაულის სახელობისაში, მოვიწვიე ექსპერტი დაჩქარებული წესით, გადავიხადე საკმაო თანხა და ალბათ რაღაც მინიმალური სანტიმეტრიანი ცდომილებით დადგინდა, რომ ამ 5 ელექტრობოძიდან იზოლდა გუგუაძის კერძო საკუთრებაში არის მხოლოდ ერთადერთი, რომლის აღებას მე ვთანხმდებოდი. მივწერე წერილი, აღასრულებელი მოვიდა ჩემთან, მოითხოვა აღება, განუმარტე მას ეს სიტუაცია და მითხრა ქალბატონ ნინო ლომთათიძეს მიწერეთ წერილი და ახსნა განმარტება და დაურთეთ ყველაფერი. მივწერე ქალბატონ ნინოს კიდეც ტელეფონზეც ვესაუბრე, მე მისგან ველოდი პასუხს, არანაირი პასუხი არ გამოგზავნია. ტელეფონზე საუბრის დროს მან თანხმობა განაცხადა, რომ წერილი მიიღო, ყველაფერი მისთვის გასაგები იყო და მე ჩავთვალე საუბარი იმათ, რომ უკვე ამ თემას შეეშვნენ. მაგრამ ეხლა როგორც ჩემი გააქტიურება იმ მხრივ, რომ ჩვენ ჩეხეთში ჩაიგადავწვით ძალიან წარმატებულად, ძალიან კარგი ხელშეკრულებებია ევროპიდან, მაგალითად ჩაის მიწოდებაზე გაზრდილი რაოდენობებით, ფიქრობთ იმაზე, როგორ გავაფართოვოთ ბიზნეს წარმოება და როგორ ეკონომიური მხარე გაუმჯობესდეს ოზურგეთის, ფართო მასშტაბი იყოს, კარგი თანამედროვე ტიპის ჩაის ფაბრიკა აშენდეს და ამ ბიზნეს აქტიურობასთან დაკავშირებით კოტე შარაშენიძემ ალბათ გაიგო, მე გუბერნატორს ბევრჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგი შეხვედრები ჰქონდა ჩვენ გუბერნატორთან და გუბერნატორიც არის მზად იმისთვის, რომ აი ასეთ წინადადებებს ხელი შეუწყოს მისი მხრიდან. გააქტიურდა კოტე შარაშენიძე, ეთყობა იქ რაღაც საუბარში რაღაცა სკური წაკრა და გამომდინარე აქედან ისევ ეროვნულმა ბიურომ ამ დილით, მაშინ როცა უკვე
ჩამოხსნილი იყო, ჩამოყრილი იყო ელექტროსადენები, მოგვადგა და გითხრა, რომ ისა უნდა აიღოთ, თურმე სადენები არ არის. ეხლა მომიყვანა დამაყენა ფაქტის წინაშე ელექტროსადენების ჩაბარების შესახებ. ეს ელექტროსადენები რამდენია, ვინ წაიღო, რა გააკეთა, ვინ გაიგებს ახლა აქედან. რატომ ჩვენ არ უნდა დავსწრებოდით ამ სადენების ჩამოყებას, დაუშვათ, რადგანაც ეროვნული ისა აღმასრულებლის ესეთი გადაწყვეტილება იყო თუ გინდა რა სწორი. ნინო ლომთაძე ვინ არის? ნინო ლომთაძე არის ზონის აღმასრულებელის, აი ამ იმის უფროსი, აი გეტყვით ახლა სუსტად. აჭარის და გურიის საახსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი.